დილამშვიდობის სამეგობრებო. აი ესეც ჩვენი ბოლო დღე კორეაში. კერძოდ ბუსანში. სიგრძით ყველაფერი ჩავალაგეთ. ბარგი არის გადატენილი, ანუ აი ნემსიც კი ვერ ჩაეტევა. ისეთი სიტუაცია. დღეს 6 საათზე გვაქვს ფრენა. ეხლა გავაკეთეთ ჩეკაუთი სასტუმროდან. ბარგი დავტოვეთ ლოკერში და ეხლა მივდივართ საუზმეზე. ჩვენ საყვარელ ადგილას ვიმსივა უფრო და საერთოდ არ მწდება გული რომ მივდივარ. რა დაგიმალოთ? ანუ მწდება გული, მაგრამ ანუ აი ამინდი უფრო მიოლებს წასვლას. ეხლა გამოგვაქვს ჩვენი ბარგი. ჩვენი გადაწყილი ჩემოდნები. ჩეკინი გავიარეთ აი ესე. აი ამ აპარატში. განფიქრობდი რომ ძალიან მინდოდა ფრჩხილების გაკეთება და ვერ მოვასწარი ხო და აქ რომ მოვედით. ფიქრობდი, ადრე მოვედით რა და მე ვფიქრობდი რომ რა კარგი იქნებოდა თქო რომ აეროპორტში იყოს ფრჩხილების სალონი, რაღაცა სილამაზის სალონი. ბევრი ხალხი ისარგებლებდა ამით თქო და ეხლა ჩვენ გეითთან რომ მივდიოდით და ვინახე ფრჩხილების სალონი. ხალხო აი ძალიან შოკში ვარ, როგორი ჭკვიანები და დაფიქრებულები არიან. ადრე რომ დავინახა აუცილებლად გავიკეთებდი ფრჩხილებს. ამბობრივად ცარიე თვითმფრინავში შეხვართ მეგობრებო შეხედეთ მარტო ჩვენი შეხვართ აი აქ. ჩამოვედით სულ რაღაც 45 წუთი და იაპონიაში ვართ. ესეც ჩვენი ოთახი მოკრძალებული ძალიან ერთი ღამე ვშერდებით ამ ქალაქში. ამ ქალაქს ქვია ფუკუოკა და ხვალდილით უკვე მივემგზავრებით კიოტოში. ოთახი ნორმალურია, პატარაა. მაგრამ იაპონიაში თქოს რომ ოთახები უფრო პატარა იქნება, რასაც იმაზე მეტად პატარა, რასაც კორეაში მიეჩვიეთო. ასე რომ, რავი, ერთი ღამისთვის მე მგონი ძალიან ნორმალურია. სააბაზანო, შეგვიძლია მოყავი. სააბაზანოც ვნახოთ, ბოლო. სტუმი. აი, მე მგონი სააბაზანო იყო კაცო. ხამუდ, ძალიან საყვარელობა. ხო. ცოტა ვერ გავიგე, სადნაიბანაა, მაგრამ რაღაცას ვიზავთ. ჩვენიერი. დილამშვიდობის სამეგობრებო, მივდივართ კიოტოში. ჩამოვედით ფუკუოკაში, ესეთი ქალაქია, რომელიც ყველაზე ახლო იყო ბუსანთან. ფრენით იყო შესაძლებელი ჩამოსვლა, მაგრამ იმის გამო, რომ კიოტოში გჭირდება 3 საათი გზაში, გადავწყვიტე, რომ ერთი ღამე აქ გაგვეთენებინა. და ამიტომ დავრჩით აი ამ ქალაქში. ვერაფერს ნახვა ვერ მოვასწარეთ, გუშინ უკვე ძალიან გვიანი იყო რომ ჩამოვედით, ვივახშმეთ და დღეს აი უკვე ჩალაგებულები ვართ და მივდივართ bullet train-ით. ძალიან მაინტერესებს, ანუ როგორი მატარებელია. წავედით. ცოტა დავიბენით, მაგრამ უცბად მივხვდით რა უნდა გაგვეკეთებინათ. უზარმაზარია ხალხო. ნახეთ როგორი მოწესრიგებულია. ჩვენი ვაგონის ნომერი არის 14 და ჩვენ ვართ მერვეზე და უნდა წავიდეთ იქ. კორეაში იყო და გავიყინეთ, აქ არის და გავიგუდეთ ძალიან ცხელა, მაგრამ რას დავეძებ, უბედიერესი ვარ. როგორც იქნა, თურმე ხა ორსახეობნებოდი, რა მეთქი აშკარად კორეისთვის მომზადებლები ვიყავით და ჩვენი მთელი მომზადება მიძღმელი იყო იაპონიისთვის თქო. ნუ მადლობა ღმერთს რომ რაც წამოვიღეთ, ანუ ყველა დუკანად დავიღებ და ჩავიცვამთ და გამოვიყენებთ. ველოდებით. ესე გამოიყურება bullet
აი ეს არის დიდი ბარგის ადგილი და იმიტომ ვხედავთ ბოლოში. ატარებელი კიდე ისეთი სწრაფია, რომ აგიხსნათ და ვიხდეთ. ბათუმში თბილისიდან ჩავალთ საათნახევარში. ნუ გააჩნია ხა რამდენი გაჩერებას გაკეთებს ატარებელი, მანამდე პლუს მინუს საათნახევარში. საათნახევარში რო ჩავიდე ბათუმში თბილისიდან ყოველდღე ვიყიდი. ანუ ხალხი ყოველდღე იყიდება ჩვეულებრივად. და სასტუმროს ნომრით ვარ ძალიან კმაყოფილები, მაგრამ არ ძალიან მშივრები და ახლა მივდივართ რომ რამე ვჭამოთ. მიდია ღმერთო ჩემო, აი ამოვისუნთქეთ ორივე და ძალიან გვიხარია და მთელი ახლა რაც გამოვედით გავიძახით რომ რა კარგია მიდია, რა კარგია მიდია. One you see on. Thank you. რა თქმა უნდა, იაპონური ვაგიუ. არაჩვეულებრივი ვახშამი მივირთვით, მივზეირნობთ სახლისკენ ცოტა წვიმს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ. და ახლა წავალთ დავისვენებთ და მოვიმზადებით ხვალინდელი დღისთვის. დროებით. ჩვენ დავიდი რაღაც ვერ მეგობრობთ ამბობსაურებაში. ეხლა სამკაფეში ვიყავით. სამივეგან მაგას თესლით ხოვენ. უკვე ნახევარი საათია ვეძებთ. 5 საათს გადავახურდავთ. ვეშველა ხალხო გადავახურდავთ. ფული კიდევ კაცი ახლოში იყო ასე თუ ისე. ეხლა შეგვიძლია ყავა მშვიდად და გემრიელად მივიცვათ. როგორც იქნა. წარმოიდგინეთ, გადახურული ხო აქ და კიდე ცალკე, უი აი ჩვენი რაკუტენი. რაკუტენ, ვაიბერი არის რაკუტენის ეხლა. და თან გადახურული ხო ამ და თან ისმის რაღაცა საოცარი მშვიდი მუსიკა და ესეთი სასიამოვნოა. აი ესეთ ადგილას, სადაც კიდევ უფრო გადახურულია, რაც ზუსტად გჭირდება. აი ესეთი უსაყვარლესი მაღაზიებია და უსაყვარლესი რაღაცები იყიდება. ძალიან ბევრი ტურისტია იმასთან შედარებით, რაც კორეაში იყო. შედარებაც არ შეიძლება, სავსეა.
სეულიდან მოყოლებული მე და ჩემი მეუღლე ჩასაფრებულები ვართ ამ სათამაშო აპარატებს. ხან ერთი მხრიდან შევხედავთ, ხან მეორე მხრიდან, ხან ისე უთვალთ თვალეთ, ხან ასე და ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ კიოტოში გვეთამაშა და ჩვენც ვცადეთ ჩვენი ბედი. აბა ვნახოთ. აბა როგორ მოხდა ისე რომ ანუ ამოიღო და მე გავუშვა ხელი. ეხლა კიდე გაუვარდება. ხო, კენ. ანუ აი სად გაიჭედა რა შუაშია. ჩვენ ჩვენი ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ როგორც კი ვიღებდით, ეს ეშვებოდა და ვარდებოდა თავი. ვირთვით და ეხლა გადავწყვიტეთ, რომ ავისეინოთ. აქ ამასობაში უფრო ბევრი ხალხი მოგვდა. ვინმე გადაიღო. მოვედით, აი ამ ადგილას. ეს არის რამენის ძალიან ცნობილი ადგილი. ამ ადგილას მოსვლას მაინც და მაინც არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს არის TikTok ცნობილი ადგილი. იჩირანის რამენი ესე ქვია. მაგრამ აი ამ პერიოდში ხა რომელ საათებშიც ჩვენ ვიმყოფებით, რომელი საათი არის? 3 გავსი. იკეთებთ თითქმის ყველა საჭმელი ობიექტი და იძულებულები ვიყავით, რომ უკეთ აქ შემოსულიყავით. ძალიან გემრიელია, ვიცი, დიდი რიგი იყო. Thank you. აბა გავსინჯოთ. ძალიან მოდი აბა ავიღოთ chopsticks. მე რამენი ძალიან მიყვარს. ნუ მარტო ძალიან გემრიელია. ხოდა მე მეკითხა ორმა რომ ხოდაო რას ნიშნავს, მაგრად სწავლობს ქართულს აი ამ ბლოგების გადამკიდე. ერთი 4 ხოდეშ მე და ფილმანტი 4 ხოდეშ oddesh ბლოგი მე და ფილმაგი ავიღე რომ შოტებ. ერთი თვეც თქო აქ თქო და მაგრად ბლოგების თქო ესე და მაგრად ისწავლი ქართულს თქო. მორიგი არაჩვეულებრივი ბახშამი მივირთვი. და ეხლა ბრუნდებით ნომერში. ფილმში მეგობრება არაჩვეულებრივი მზიანი დილა გაგვიჩენდა, არც წვიმს, არც ქარი, არც ცივა როგორც იქნა და ეხლა მივდივართ ავის დასწავლებლად, ცოტა დაგვიგვიანდა, ცოტა წარმატები ვარ. რა ლამაზია ზოა ყვავილები. ნახეთ რა საოცრება. დაფა. ანუ ფოტოები ვერც კი გადმოსცემს იმ სილამაზეს, რასაც ახლა ჩვენი თვალები ხედავს, რაღა დაგიმალოთ.
მაღაზიებით. ჭრები იყიდება დაახლოებით. აი ესეთი სუვენირები უსაყვარლესი. ფეხზე გავიხადეთ და მივდივართ სადღაც. წვების გადაღება რაღაც ადგილების და არის არ შეიმალება, ამიტომ ვერ გადავიღებ და მხოლოდ იმას გადავიღებ, რაც შემიძლია. შემაგებ აი ამ ფონს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სამურაის სახლი. სრულიად შემთხვევით აღმოჩნდით ძალიან განსაკუთრებულ რესტორანში და სადაც ჩვენი პირველი ომაკასე. ეს არის იაპონური სტილის დეგუსტაციური მენიუ, სადაც შევ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა მოამზადოს. იყო შესანიშნავი გამოცდილება. რა ვნახეთ და ეს რა მივირთვით და ეს რა იყო. ძალიან გემრიელი იყო, ხო? და კიდეც ეს. ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელი იყო. ნახონ? ამა. ვედათ, მაჩას ნაყინი. რაც მივირთვე, ორმა იყო მიქსი. მე მარტო მაჩა. მოვიარეთ ყველა აზარი რისი მოხდა შეიძლებოდა. ხო გავყოლეთ გზას. სადაც მიყვანს იქცავთ. იყო ვიყავთ აი აქ. დღეს მომენტი გამოიღო ბოლოს. უბედნიერესია. ნახონდე? ახლა სად მოვედით? Liknot? Pito. ნახეთ რა თქმა უნდა უკვე ხელზეც გავიკეთე. სალამაზია ძალიან მოვწონს. ეხლა დონის უკაში უკვე აი რიგია რაღაცა საოცრება ყველა ყიდულობს. მე მთხოვე აი ესეთი ცისფერი ახლა კარგად არ ჩანს. ეს მომწონს. ჩემი ძმისთვის შემოვედი რომ მეყიდა და აი ეს არჩია. ნომერში დაბრუნდით მეგობრებო, როგორც ხედავთ. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ვახშამი მქონდა, როგორც ყველა დანარჩენი ვახშამი იქნება საძილი თუ ლანჩი თუ ასე შემდეგ, ყველაფერი არის უგემრიელესი. ეხლა ალბათ ჩავალაგებთ ჯერ და მერე დავისვენებთ, უფრო ლოგიკური იქნება მე მგონი, იმიტომ რომ ხვალ უკვე მივემგზავრებით სხვა ადგილას და ძალიან მალე ვიქნებით უკვე ტოკიოში, მხოლოდ ერთი ქალაქის შემდეგ, ანუ კიდე ერთი გაჩერება გვაქვს ტოკიომდე, რომლისკენაც ხვალ მივემართებით და მე უკვე ტოკიო და ანუ ერთი სული მაქვს ქალაქი დროებით მეგობრებო, ხვალ გრძელი დღე გველოდება. მე მგონი დამღლელი არ უნდა იყოს, დაახლოებით 2 საათი გვჭირდება გზაში და იქაც ხვალ ჩავალთ და ზეგ უკვე გამოვდივართ, მხოლოდ ერთი ღამით მივდივართ იმ ადგილას, წესით რომ განვიტვირთოთ, დავისვენოთ და მოვემზადოთ ტოკიოსთვის.
ეს კი ონსენია, ბუნებრივი თერმული აბაზანები, რომელიც იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ონსენში შესვლამდე არის გარკვეული წესები, რომელსაც კარგად უნდა გავიცნოთ და ზედმიწევნით შევასრულოთ. აი აქ გადავწყვიტეთ, რომ მოვიდეთ დასადილოდ. აქეთ რა მაგრობა შიგნით. No, she was sorry. გილზე შემწვარი. გამოვდა ამასობაში და გამოვედით ბუხართან. ნახეთ რა სილამაზეა. დილამშვიდობის ამეგობრებო. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც მივდივართ ტოკიოში. რაჩვენებრივი დრო გავატარეთ აკონიში, დავისვენეთ სულიერად ფიზიკურად. გავდივართ საუზმეზე და საუზმის შემდეგ უკვე გავალ ტოკიოსკენ. ავტოვეთ ჩვენი ულამაზესი სასტუმრო და წავედით ტოკიოში. ხამოვედით მეტროდან სასტუმროს ხოჭო ბარგი გადმოიგზავნა ტოკიოში. დიდი ჩემოდნები და ბატარები წამოვიღეთ ხელბარგი. და კიდევ კარგი, იმიტომ რომ იდენი კი მევია მართლა ხა რომ დიოდით. ლანჩი დავაქორეთ და ნახეთ და შევიძინე. აი 2 წამის წინ ჩამოვედით და უკვე ონიცუკები და სასტუმროში რომ მივალ, აუცილებლად გაჩვენებს რომელი შევიძინე. ჩვენ ისე ჩვენ საყვარელ ადგილაში მოვედით. სათამაშოებში. ვერაფერი ვერ მოვიგეთ ამ ეტაპზე, მაგრამ წინ ხელი 6 დღე გვაქვს. ხუთი კვადრატული მეტრი 5 კვადრატულ მეტრზე. ესე აქაც საჭირო ოთახი, მაგრამ ძალიან სიმიწროვეა, რაღა დაგიმალოთ. წერღან ავედით ნომერში, ჩეკინი გავაკეთეთ და 2 წუთიო და ჩამოვსხდეთო, დავისვენეთო და ესე იგი, ისე გამითიშე ხალხო. საათ ნახევარი, გონზე ვერ მოვედი, ეთყობა ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ადრენალინის შეგრძნება მქონდა და რაღაცა ეგრე ინერციით გამოძრავდი, იმიტომ რომ გამითიშე. ხა მოვედით დონკი ხოჩი. ძალიან ცნობილი მაღაზია ეს იაპონიაში. აი რას არ ნახავ. მაზე But no USB. ჩემს პატარა დეიდაშვილს წამოვუღე ესენი. იმედია მოგეწონება ქეთ. კაცებთან ერთად წამოსვლა ესეთ მაღაზიებში არ შეიძლება. ნერვებმა უთხოვნა. დილამშვიდობის სამეგობრებო. გაცენდა ახალი დღე ტოკიოში, გამოვედით საუზმეზე, ცოტა დაგვაგვიანდა, ძალიან დაგვაგვიანდა უბრალოდ, მაგრამ არა უშავს სამქანს ძალიან დაღლილები ვიყავით გუშინ. ჩვენ ნომერზე ძალიან გვეცინება და მე მეცინება, მაგრამ 2 საათად არ ეცინება.
ძალიან პატარაა, ძალიან სიმიტროვე, აი, უკვე ნერვებზე მოგამეძებს, იმდენი პატარა. მაგრამ რა ვქნა, ხა ვინ არ ვიმეფი, მაგრამ ვერაფერ შევცვლი და რა აზრი აქვს. დღეს წვიმა იყო გამოცხადებული. ალბათ დილით, იმიტომ რომ უკვე იწვინა. არ ვიცი დღეს ზუსტად რომელ უბანში გავალთ. ეხლა საუზმეზე მოვიფიქრებთ. ულამაზესი მაღაზია, შეხედეთ. Abbas went to Guipa with Magnin. Სამაუწყდა მეცხრა, არის რომ შემოწმები მივიღეთ დღეს დილით, კარგი უწყნელი მოიტანეს. მე და ორიკომ მივსულსულებთ ყველაზე ცნობილ გადაკვეთაზე იაპონიაში, შეიძლება არა მხოლოდ იაპონიაში. იმალე Pani, ყველა ფოტოის იღებს. მეგობრებო, მოსაღამოვდა ამასობაში და აცივდა როგორც ეს ჩვენი თამდების იცივე, მაგრამ ჩემი ქმარი გაშისებული დადის. სულ ცხელა მესუცივა. და ეხლა მივდივართ რამენის საჭმელად. 1-2 დღის წინ როცა ჩავავედით ტოკიოში მაგ დღეს და 1 საათიანი რიგი იყო და იმედია რომ ეხლა ნაკლები იქნება ცოტა ადრე გამოვედით მაგიტო. ქარია საოცარი. ეს ქარი და სიცივე ვერ მოვიშორეთ. ალბათ სანამ ისრაელში არ ჩამოვალთ არ მოვშორდება. მივყვებით გზას რამენისკენ. ნახონდეი? ესაც 60 წუთი ან 1 საათი გითხრეს, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვეტ რომ დაველოდოთ, იმიტომ რომ 2-ს ძალიან უნდა აგჭამა. დიალა მშვიდობისა მეგობრებო, გათენდა მომდევნო დღე ტოკიოში და ჩვენც რაღა თქმა უნდა დღეს ვიწყებთ ტრადიციულ საუზმით. აგეთ რა საყვალობებია. ეს სუმოები, ვაიზე მამაში მაგიდი. ეს არის ტოკიოში ყველაზე ძველი ტაძარი და მოქმედია. მოვედით ახლა რომ ჩვენი ბედი გავიგოთ. Fortune teller. ესე იგი, უნდა ჩავაგდოთ 100-იანი და მერე უნდა ავიღოთ ნომერი, აი
Miss Mango, same. Make sure your number. ეს 28. 28 ნომერი ამოგვივიდა. ვიპოვეთ ეს 28. Sudi fortuni ამოგვივიდა. Sudi bedi. მოვიშორეთ Sudi bedi. Bye bye. ვიდივართ სამურაის მუზეუმში. It's hidden. So where do you think it is? So he has a secret weapon. ჩემგან კარგი ნინჯა ვერ გაჰყვა. Every target. 3, 2, 1, go! Okay. Let's go pick it up. ჩემი. აი ეხლა უეჭველი გამომივა. Okay. Every target. 3, 2, 1, go! აი მე ეს ჩვენი ორია. Okay, let's go pick it up. პროფესიონალი დავიძახეთ დღეიდან. არც მეტი და არც ნაკლები. 4 ფინალისტში მოვხვდი, მაგრამ მე წავაგე. ძალიან ბევრი ტრადიცია, რაც ეხლა აქვს შემორჩენილი იაპონიაში, ამ სამურაის კულტურიდან მოდის. რა თქმა უნდა, ეს სამურაები აღარ არსებობენ ეხლა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. ეს უნდა გავსინჯოთ ეხლა. Thank you so much. Mother, what time? ჩემი ქმარი რასუებს ვიდეოებს. ამის საყვარელი მივდივართ სასაცილოდ სალახშმას და მივაქვს ჩვენი ვინტაჟური კოლგა. ვინტეჯი. ტაძარს შემთხვევით და აღმოჩნდა ძალიან ლამაზი. ეს არის შედარებით ახალი უბანი ტოკიოში, როგორც ვიცი და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს არისო ქალაქი ქალაქში. აი ეს უბანი. თუ არ ვთქვი, ქვია Azabudai Hills. 2019 წელს ააშენეს. ახალია, ცინცხალი და ემჩნევა, ძალიან სილამაზეა. ამჯერად მართლა არაჩვეულებრივი და ლანჩი გქონდა, არაჩვეულებრივი ატმოსფერო, ფოტოც კი გამოგვარტანეს. ხა გაჩვენებთ. აი ფოტო. გადაგვიღეს და გამოგვატანეს.
ძალიან საყვარლობა იყო და ძალიან კარგები იყვნენ. მეგობრებო, ცოტა თბილად ჩავიცი. ცოტა თბილად ჩავიცი, რომ მე ძალიან მცივანა ვარ მოგეხსენება და გავიყინე და ეხლა ვაგირე. ანუ დავუბრუნდი ჩემ ჯეჯუს ასაცმელს. და ეხლა მივდივართ სადღაც. და განახებთ სადაც მივდივართ. ხზავ ჩვენ ვართ ძალიან ინერგაცრებულები. სილამაზე ძალიან მომნატრებია პური. მიყვარხარ. პურო მიყვარხარ. ხალხო რა მეთქმის? არაჩვეულებრივად ვიბახშმეთ. ცეთი გემრიელი პური იყო, სულ შევჭამე. ეხლა წავალთ, მივდივართ სასტუმროს ნომერში და ტკბილად დავიძინებთ. ხვალ კი ჰარი პოტერი გველოდება, ნახონეი. დილოში დავისა მეგობრებო, შეხედეთ სად მოვედით. წავედით. ავიღეთ butter beer და ეს ჭიქებია საჩუქარიაო სუვენირად და შეგიძლიათ წაიღოთ. არაქის გემო აქვს მართლა. ლუდის არაფერი არ არის. ლუდის გასი არაფერი არ არის. ესეც ამზე ხა ზილა ემეცე. აბა, არაქის გემოთი. ჰაგრიდის სახლი. ჰარისთანაც მოვედით სახლში და ეხლა შიგნით ჩავალთ და გავიგებთ რა ხდება.
ჩემი ქმარი ესეთ მაღაზიებში არის შეუჩერებელი და ფაქტობრივად მეჯაჯგურები რომ არაფერი იყიდოს. ანუ კი ძალიან მიყვარს გიჟდები ჰარი პოტერზე, მაგრამ აი ესეთი სუვენირები სახში დასადები ადგილი არ მაქვს და სად მოაქვს არის, სად უნდა რომ დავდოთ არ ვიცი. ამას შეხედეთ. რაღაცა საოცრება. ფრინავით იგნები. ვერც კი გადმოგცემთ რა სტილამაზე. აი არ ვიცი. პატარა ჰედვიგი. სკვიზ. ძალიან სტილამაზეა. კარგი იყო, აი ძალიან კარგი იყო. შვენიერი დრო გავატარეთ. მე და ჩემმა ქმარიკომ, რომელიც მართლა ძლივს გამოვიყვანე მაღაზიიდან და ეხლა კიდე მეწუწუნება რომ რატო არ ვიყიდეთ და რაღაცებიო და მეთქი ანუ აი პირიქით უნდა ვიყოთ. მე უნდა ვყიდულობდე ბევრს და შენ მეჯაჯგურებოდა არ იყიდო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მართლა პირიქით არის. საღამო მშვიდობის და მეგობრებო, დღეს არის ჩვენი ბოლო სადილი ტოკიოში და ზოგადად იაპონიაში ამ ეტაპზე. და ეხლა მივდივართ სუში საჭმელად. და ამით დასრულდება ჩვენი მოგზაურობა იაპონიაში. ჯერჩანთები ისე ვარ ჩაგველაგებიათ, დაღლილები ვიყავით, რომ ვისვენებდით 1 საათი მხოლოდ, მაგრამ მაინც კარგი იყო. აბა, მეგობრებო, დასასრულს მივახლოვდა ჩვენი არდადეგები. მივდივართ ნომრისკენ, რა თქმა უნდა, რომ ჩავლაგდეთ და წინგველის 13 საათიანი ფრენა ხალხო, არც მეტი და არც ნაკლები, 13 საათი უნდა ვიფრინოთ. ხდეთის მახარებს რომ არის პირდაპირ ფრენა ტოკიოდან თელ-ავივში, გემშვიდობებით და შეხვდებით აეროპორტში. დილამშვიდობის ამეგობრებო. დილით ფართხა-ფურთხით გავიმსადეთ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ავტობუსი, რომელიც აეროპორტში მიდის, ესე ტოკიოდან ლიმუზინი ავტობუსი ქვია ესე, ჩვენი სასტუმროდან გადის. და ძალიან გაგვიმართლა მაგაში და ან ბევრი მოდელი არ მიგვიწია და ჩამოვედით, ჩეკაუთი გავაკეთეთ და 2 წუთში, 5 წუთში მოვიდა ავტობუსი, ჩავსხედით და ეხლა უკვე აი ამ წუთას დავტოვეთ სასტუმრო. ძალიან კაი სერვისია ზოგადად ეს და რა თქმა უნდა აეროპორტიდანაც მოყავს ხალხი ესე ცენტრალურ დასახლებებში. 2 საათი არის გზა აეროპორტამდე, ჩვენ მოვფრინავთ ნარიტას აეროპორტიდან, აქ არის 2 აეროპორტი. დროებით. ჩვენი საუზმენ დღეს შედგება. ვაგვიანებთ ჩასხდომას მეგობრებო. უნდა გავფრინდეს წესით 20 წუთში, მაგრამ არ ვიცი რა ხდება, მე მგონი ბორდინგიც ცოტა აგვიანებს. წერა მეკითხებათ იმას, რომ რა უფრო მოეწონა სამხრეთ კორეა თუ იაპონია და აი მიუხედავად ამინდისა, ვაღიარებთ, ანუ რა შუაშია ხო ამინდი, ვაღიარებთ, რომ სამხრეთ კორეა და აი სეული ზოგადად მე პირადად მემიჩემია იაპონიას და ტოკიოს. אנחנו מעדיפים את סאוף קוריאה או יפן? 50-50, 40-40. რაღაცა დაიწყო. נעשה שוב? יש קלף? נעשו לסגור אותו עד לבשרת. მარც არ მჯერა, რომ 13 საათი ვიფრინეთ და აი ამ ყველაფერს გავუწევით. აი ამ წუთას დავფრინდით, წლის დავდივარ. მალე გავიდა ძალიან. წავალ სახლში ტაქსით. ხვალ ვისვენებ, მაგრამ ზე მუშაობ. მიდი ერთი დღე მეყოფა, რომ ცოტა აზრზე მოვიდე. მე უკვე უბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.